ეს სახლი არ უნდა დაგეთო. ბავშვს ასახლებენ, აი გორის გამოსახლება თუ გაქვთ ნანახი 8 წლის ბავშვი, როგორ ტირის. აი როგორ პირდაპირ ესე იგი ძალადობენ მასზე საახსრუო პოლიციის თანამშრომლობები ბოლო წლების მანძილზე მიღებული იქნა ბავშვთა უფლებების კოდექსი და ესე იგი ვითომ ბავშვების უფლებებს იცავენ. ერთხელ მე მიჩივლეს და ტელეკომპანია იმედმა დამაჯარიმა. უჯავრდებიო ბავშვსო თუ ცემო ხანდახან და ნუ თქვი რომ ახლა ზოგადად არ ვცემ რატომ უნდა ვცემო ჩემი შვილი, მაგრამ ახლა თუ ცუდად მოიქცევა წაიუზდელებს ხო შეიძლება ლამის გამოსამართლეს ესე იგი რომ თურმე ეს ყოფილა ძალადობა ჩემ შვილზე, ესე იგი ჩემი შვილი ჩემგან დაიწვეს. ბებია დაიჭირეს კიდე სადღაც ქუთაისში, მე მგონი ესე იგი რომ ყურს თუ აუწევს ბავშვს რომ რატო არ ისწავლე მათემატიკა, ეს არის ძალადობა. მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიცია და უშიშროება და სახალხო დამცველი მობილიზებული არიან. როდესაც იმავე ბავშვს სახლიდან აგდებენ და ქუჩაში ტოვებენ, არ გეგონოთ რომ რაიმე თავშესაფარი არსებობს. ქუჩაში აგდებენ ღია ცის ქვეშ, ამაზე გვევდება ქართული ოცნება, რომ ეს კანონია და ჩვენ აბა საკუთრების უფლებას ხო ვერ დავუბრუნდეთ. ეს არის საშინელი ფარისეული.